მოგესალმებით კვლავ და მინდა რომ პირდაპირ განვიხილოთ აი ამ ადამიანის საუბარი ახლა რა და მოდი ნახოთ ერთად. თავისი პირით ამბობს ანტიქრისტე რა არის, თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს. მოდი ვნახოთ, რასაც ცხადებს ილია მეორე ვინ ვარო. უწმინდეს და უნეტარესიო, ხო? უწმინდესი და უნეტარესი ვისი ტიტულიაო? ქრისტეს ტიტულიაო, ხო? ანუ თავისი პირით ამბობენ, რომ ანტიქრისტეების მოციქული არის ჩვენი ილია მეორეცო. მაგრამ ნიკოლოზ მაქარაშვილს მიახდნენ გესმის? მოდი აბა ვნახოთ კიდე რას ამბობს. ბიჭო, თან იძახის მდუმარებაშიაო? თან იძახის მეფედ აცხადებსო? ეხა, რომელი უფრო მდუმარებაში არის და რომელი უფრო აცხადებს თავის თავს მეფედ? ის, ვინც ილია მეორეა და უწმინდეს და უნეტარეს უწოდებენ ქრისტეს ტიტულს, თუ ის, ვინც მდუმარებაშია და არაფერს არ ამბობს? ხვდებით? ანუ სად გადმოუტრიალეს? სად ატრიალებენ რეალობას, ხვდებით? თავის თავს კი არ უყურებენ. თავის თვალში კი არ უყურებენ დილეს. იქ უყურებიან, იქ არისო. აბა ვნახოთ კიდე რა დებილობებს იტყვის, ვნახოთ. თავის თავს როგორ ჩაჭრის. რა პოლოს დასდევსო? მე ვერ მივხვდი რა პოლოს დაპატი. ეს არის საქართველოს საპატრიარქოს განცხადება. თერთმეტი ნოემბრი 2016 წელი. საზოგადოებრივი თანხმობის ადგილებში ტრანსპორტში განსაკუთრებით კი საუკუნოვო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ვერი ნიკოლოზის შილებში მაქარაშვილის ფოტოები. ასეთი ტექსტებით ხსნელი გადაჩენილი და ასე შემდეგ. აშკარად ილიას შეშურდა მე მგონი. დააწერა რა პოსტი და ილიას შეშურდა მაგრად რა. ესე იგი, ხალხი თვითონ ირჩევს, ვის დაუძახოს მხსნელი რა და ამათ მაგრად შეშურდათ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხვდებაო? განსაკუთრებით იწესადო? სადაც ადამიანები განკურნებას ითხოვენო რა, ანუ განსაკურნებელ ადგილებში, ესე იგი საავადმყოფოებში და ეგ ნიკოლოზ ნარიმანი აწერიათ პირზე. და ამათ მაგრად შეშურდათ, რომ ილია მეორე არ აწერიათ რა პირზე, იმიტომ რომ ილია მეორის მაგრად კიდია თავისი ხალხი. ხო და ასე ხარ როგორი მაგარი შურიანი ხალხია ეს სინოდის ხალხი? ხალხმა თვითონ აერჩია
ეს მდუმარებაში მყოფი ადამიანი, ხო? არა ბრძარ ლაპარაკობს რა. ხალხმა თვითონ აირჩია ვინ არის მხსნელი, ხო? რაღაცა საზოგადოების ნაწილმა აირჩია ვინ უნდა იყოს მისი მხსნელი და ვინში დაინახა მან მხსნელი და ამ სინოდის წევრებმა დადგნენ თითქოს მეტი არაფერი არ იყოს ამ ქვეყანაზე განსახილველი და ამ სახელმწიფოში განსახილველი ეკლესიის მხრიდან დაიწყეს ამ ნარიმანის გამოძიება ვინ არის ეს მხსნელი თურმე და ესა გიჟი არისო ხო ავატყობ მოიწერა რას იძახის ერთი წუთი აი ვნახოთ გონებარეული კაცია ობერი ნიკოლოზი გესმის დუმარებაში რო არის და ილია მეორე თვითგანდიდებაში რო არის ის არ არის გონებარეული არა ის ძალიან დაწყობილია იმას ჯანმრთელობის პრობლემები კი არა აქვს ახალგაზრდა ბიჭების გაუპატიურებაზე რო ფიქრობს და იმ ხალხის შემოყრაზე რომ ახალგაზრდა ბიჭები და ეს სიხაროსნები გააუპატიუროს არა აი ეს ნიკოლოზი მდუმარებაში რო არის ის არის გონებარეული ის კი არ არის გონებარეული რომ სამღვდელოებაში უამრავი მამად-მავალია არა ის ნიკოლოზია გონებარეული მდუმარებაში რო არის თავისთვის და ხალხს რო არჩენს ვთქვათ ხო არიან ხალხი რო ამბობს რომ მომარჩინა კიდე რა სიტყვის საინტერესოს მაინტერესებს აუ ეშმაკის დააგონებს გესმის ეშმაკის დააგონებს თურმე არ ილაპარაკოს. აბა დადექი და შტაგაგონოს ეშმაკმა ან ქრისტემ ერთი როგორ არ ილაპარაკებ ერთი 5 წუთი მაინც. მაინტერესებს. ერთი დღე მაინც იმდუმარე და ეშმაკის შტაგაგონებს თუ ვიღაცა სხვა თუ რაღაცა სხვა ერთი დღე მაინც დავანახე რომ მდუმარებაში იქნები. აი მაშინ მე მითხარი 20 წელი მდუმარებაში მყოფი ადამიანი რომ ეშმაკისგან მიერ მართულია რა როცა მდუმარებაშია. ხალხო ამ კაცის ქუდს შეხედეთ მარტო და ჯვარს რამდენ კილოიანია რა და აი ეს კაცი ამბობს ადამიანზე რომელიც მოგზალებულად დადის ტვინ შერყეულიაო და ისო გონება არეულიო აი ეს ადამიანი აი ახლა ქუდი ახურავს თავზე რა ვის ბაძავ შვილო ქრისტეს თუ ვის ბაძავ მეფეს რომელ საუკუნეში ეხურეთ მეფეს ესეთი ქუდები გამაგებინი ტვინ არეული ვინ არის შენ თუ ვინმე სხვა ეხა გავაგზავნოთ რა კიდე რაღაცეებს ლაპარაკობს. სიტყვას ვერ გადაგავს. და მიხვდება ამ დუმარებაში ამბობს ეს რა. ამგე. კარგული მიზნების გამო შეჩერებული აქვს ლექსახური ვება. ესე იგი ჯერ ერთი ზიტყუება. გარკვეული მიზნების გამო კი არა აქვს მღვდელსახურება შეჩერებული. ნარიმანმა რო დაინახა ეს სიბინძურეები ეკლესიაში გამოიყო ეკლესიას. გონებარეულობის გამო კი არა გონება מחვილობის გამო სრულიად. ხო და ნახეთ როგორ შემოუტრიალა ეს თან როგორ დასდევენ და როგორ აკონტროლებენ. აბა ვინმეში არ გავარდეს ხმა რომ ნარიმანი მდუმარებაშია. წარმოგიდგენიათ ეს შურიანი თვითმარქვია ოქრო ვერცხლის მოყვარული სატანის მსახურები ესენი. აბა ვნახოთ კიდე რა სიტყვის. ნახე როგორი თავხედი უნდა იყო ადამიანი რომ არ უსმენდა ეკლესიასო რა ბიჭო შენ სითავხედას ვუყურებ და აგერ ხვირწინ მატყუებ რომ ვიღაცა ადამიანზე რომელიც მდუმარებაშია ტვინარეულიაო გესმის და კიდე მე მეუბნება რომ როგორი უსირცხვილო უნდა იყო რომ მე არ მომისმინო გესმის ხედავ რა როგორ აგდებენ როგორ ნამუსი აგდებენ დავიან ბრმამრელს ვისაც არ აქვს იმის უნარი რომ შეეწინააღმდეგოს სიტყვიერად ეს სატანის მსახურები ესენი. შენს პატრიარქს მიხედე, შენ ილია მეორე რო გიზის იქ. ანტიქრისტეთ. ეხლა ვნახოთ კიდე რა. იქნება ეს არაკეთილი სურვილისგანო ბიჭო, ესეთი რამე არ გამიგია რა. რატო არაკეთილი სურვილისგან რამე ცუდი გააკეთა ნარიმანმა სადმე? არ პრეზიდენტი მოკლა. ან საქართველოდან ხალხი გაყარა.
ან ვინმე გააუპატიურა ახალგაზრდა ბიჭი ან გოგო, ან ძოძოებზე ხელი მოუთათუნა ვინმეს, როგორც თქვენ აკეთებთ თქვენი მეუფეები, ახალგაზრდა ბავშვებს. ან ხალხი გაძარცვა, რამე გააკეთა ცუდი? აი რა უნდათ ამათ ვერ გავიგე. მე მაგრად არ მიყვარს მართალ ადამიანებს, რომ უტრიალებენ რეალობას რა. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა ცუდი ქონდეს გაკეთებული ვინმეს რა თავის ცხოვრებაში. როდესაც ვხედავ, რომ იმაზე უარესი ამ ადამიანს რაღაცა ჩირკს სხებს და მე მასწავლის, რომ როგორ გაბედავო შენო და ეკლესიის წინააღმდეგ წახვალო, გესმის? ამ მათხოვრების წინააღმდეგ, ბიჭო, მათხოვრების წინააღმდეგ ზუსტად რა. აღარ იციან საიდან რა ფული გამოსძიონ ამ ახალგაზრდა ბავშვებს და ქვრივ ქალებს და საწყალ ადამიანებს, რომლებსაც ფული არ აქვს და კიდე იმას იძახიან, რომ ტვინ არეული არის თურმე ის ადამიანი, ვინც დავისთვის მარტო ცხოვრობს, არაფერს ბევრს არ მოითხოვს და რასაც იღებს, იმას გასცემს. და ეს ტვინ არეულები კიდე ჩვენ გვეუბნებიან, რომ როგორ უსინდისო უნდა იყო, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებას არ დაუჯერო, აი 12 არიან თუ რამდენიც არიან სინოდში და მამათმავლები რო არიან თურმე სულ ყველა, აი იმათ არ დაუჯერო და იმ ადამიანს დაუჯერო, რომელზეც სხვები ამბობენ, რომ ხსნელიაო, გესმის? აი ხო კიდე გავაგრძელოთ რა სიტყვის რა. ჰიპნოზი არის მთელ საზოგადოებაში. ესენი რას უშვებიან ჰიპნოზს, დაჰიპნოზებული და მოჯადოებული რო ყავთ მთელი თავიანთი მრევლი. ხედავ? ეს არისო ჰიპნოზი ადამიანმა, რომ სხვაში მხსნელი დაინახა. თურმე ეგ არის ჰიპნოზი და უწმინდეს და უნეტარესი რო დაარქვეს თავის ავადმყოფ ილია მეორეს, ის არ არის ხინჯი და ის არ არის თურმე ანტიქრისტიანობა. და მე რატო არ გეშინიათ თქვენ? რატო არ გეშინიათ თქვენ? აი ეს ამხელა ქუდი რო გახურავს, მაგას გეუბნე, მაგ ქრისტე დაიხურე და დაიმხე თავზეო? ამხელა უფრო ჯვარი რო გაქვს, მაგას გეუბნე, მაგ ქრისტე ჩამოიკიდე და ატარეო? აი ამ წითელ ანაფორაზე გეუბნებოდა ჩაიცვიო? თუ ხალხს დაეხმარეო, მაგას არ გეუბნებოდა? და შენ რატო არ გეშინია? შენ რო უწოდებ ქრისტეს ტიტულს, შენს ვიღაცა ილია მეორეს. იმისი არ გეშინია? ვაი თქვენ საწყლები თქვენ. ხო და ეგლეხი თქვენ მოგედოთ მაგ პირებზე ვერ ხედავთ? ხედავ კისერი როგორ მოიფხანა? თავისთავად რო ამხილა კისერი როგორ მოიფხანა? იცი, შე დებილო, შენ ეკლესია რა არის? მამათმავლებით არის სავსე, ეკლესია შენობა ხო არ არის? დებილი ეს ფუ. ბიჭო, ეკლესიაში რომ სულიწმინდის მადლი იყოს დღეს, ხო? საქართველო გაბწყინებული კი არა. იცი როგორ უნდა ქუხდეს ახლა საქართველო? და ვაივაგლახში კი არ უნდა ვიყოთ. ქრისტეს მსგავსნი უნდა ვიყოთ ყველანი რა. ეკლესიაში, დღევანდელ ეკლესიაში რომ სულიწმინდის მადლი იყოს.
ფული კი არიდებოდა შიგნი, შე დებილო, შე. მაშინ შენ ზუსტად ისე ხარ, იქო გადავიდე. აჰა, დაასრულა თავისი სახელი, თავის მხილებაც დაასრულა ამ კაცმა, არ ვიცი ვინ არის, რა ქვია, არც არის საჭირო მაგის სახელის გაგება და ეხლა ნახე, საინტერესო რა არის, იცი? თავმდაბლობაზე აქვს პრეტენზია. თავმდაბლობაზე. ეხლა ვნახოთ დღევანდელი თავმდაბლობა აი იმ სიდონის და სინოდის წევრებში, ვინც ერთ მაგიდასთან დასხდება და თავში ილიას დაისვავენ და უწმინდეს და უნეტარეს უწოდებენ. მაგათი თავმდაბლობა განვიხილოთ ეხლა. ქვეყანაში უამრავი გაჭირვებული ოჯახი ყავს, ბავშვები შიმშილით კვდებიან. უამრავი ეკლესია გვენგრევა თავზე, რომელიც შესარემონტებელია და რაც შეარემონტეს, ის უარესად დააზიანეს. ქვეყნიდან ემიგრაცია გვაქვს უამრავი და იმიგრაცია გვაქვს, ესე იგი, კატასტროფული. ეკლესიაში კი ეს სინოდის წევრები განიხილავენ ნარიმანის თემას, თურმე ნარიმანი ყოფილა პრობლემა რა, მაგაზე მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში თურმე. წარმოგიდგენიათ რამხელა ამპარტავნებაში არიან? რამხელა უვიცობაში არიან და რამხელა შურში არიან, პირველ რიგში შურში. რატო არ უნდა გაგიხარდეს, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე ვიღაცაზე ამბობს, რომ მკურნავსო? რატომ არ უნდა გაგიხარდეს? თანაც მდუმარებაშიაო. ეს ქრისტიანული არ არის ხალხო? და პრეტენზია რაზე აქვს? მეფეს უწოდებს თავის თავსო. ქრისტე რას უწოდებდა თავის თავს? რას უწოდებდა თავის თავს ქრისტე? მაგაზე რას ამბობდნენ ქრისტეზე? ეშმაკის ძალით კურნავსო, ხო? კიდე რას ამბობდნენ? მაგას ეშმაკი აძლევსო ძალასო, ეგ ანტიქრისტიაო, ეგ ცრუ მესია არისო, ხო ამბობდნენ ეგრე. რატო ამბობდნენ ნეტა? რა არ იყო ქრისტე? ქრისტე არ იყო ქრისტე? არც მეფე არ იყო? შენ რა პრეტენზია გაქვს შვილო? ვიღაცა თავის თავს მეფეს უწოდებს. შენ რა პრეტენზია გაქვს? შენ თავს შეხედი, აბა რას გავხარ? გავხარ ქრისტეს? და რო არ გავხარ ქრისტეს, შენ როგორ უნდა შემოგხედო და დაგიჯერო? იმაზე რომ მეუბნები იმ ქრისტეს უფრო ქრისტესნიერ ადამიანზე, რომ ისო ცდუნებაში არისო და ეშმაკის ძალებით არისო შეპყრობილიო, შენ მაშინ რაღა ხარ? აი ეს დაინახეთ რა, ეს მაშინ რაღა არის? აი ეს რაღა არის ხალხო ეს? აი ეს რა ჩაცმულობაა, ვის გავს? საერთოდ ვის გავს ეს კაცი? შეგიძლიათ მითხრათ? არც ქართველს არ გავს, არც ქრისტეს არ გავს, არც რა ვიცი, ანგელოს არ გავს. აი რას გავს მითხარით რა? აი ეს არის ეკლესია დღევანდელი, აი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი? ადამიანზე რომელზეც იძახიან რომ კურნავსო და მესია არისო, უბრალოდ მხსნელი არისო, ხო? ამას შეშურდა. რას ლაპარაკობ? ილიამ უნდა აგვიყვანოს იქ სადღაც მთაზე ამდენი ხალხი და ის ქრისტეს შეგვახვედროს. ილია მეორე, აბა ხო, ილია მეორე ამ ხსნელი კაცო რა, აბა ერთი სხვა მხსნელი გამოჩნდეს, თავს წავაცლით. მაშ? აბა ერთი არ დაგვიჯეროთ. უზრდელები გამოდიხართ და ღმერთი დაგსჯით. აქამდე ხო იძახის, ვითომ რაღაცა სიზმრები ქონდა და ხილვები რომ ილია მეორე წაგვიყვანს მთაზე და აი გაგვიყვანს და აი გვიხსნის და იქ იქნება ყველაფერი. აგერ მანქანით კი არა და სკამით დააგორავებენ, ძლივსღა დასვავენ ხოლმე იმ სკამზე დადებენ და ძლივსღა გადმოდებენ იქიდან და რატო გვატყუებდით? რა წესია ეს ვერ გავიგე. თქვენ რა ტყუილებში რო იხრჩობით? ეხლა არ მოგკითხოთ თქვენ? თუ გაგიტაროთ ესე? ცრუებო თქვენ.
სრუპენტელებო თქვენ. ბეჭო, ჯერ ეგეთიც ამ ეკლესიაში ამას რო განიხილავთ, რომ 20 წლით გადავდეთო კიდეო, მეორედ მოსვლაო, ვის უდებთ? ვის რატო უდებთ, ვერ გავიგე? ვის უდებთ? დაეკითხეთ ხალხს. იქნება ქრისტეს მოსვლა უნდა 2000 წელი ველოდებით ქრისტეს მოსვლას. შენ კიდე მეუბნები ისო? აბა ერთიერ დამიჯერო? უზრდელი ხარ. გაუზრდელიც და უზრდელიც შენ ხარ. თვალებში მიყურებ და პირში მათხოვებ ამბიონიდან. ქრისტეს მაინც გავდე. ქრისტეს სიტყვებს მიტრიალებ. შენ ზილია მეორეს დამპალკაც უწმინდეს და უნეტარეს უწოდებ. კიდევ 100,000 ჯერ გავიმეორებ. ეს უწმინდეს და უნეტარესი ქრისტეს ტიტულია, ხალხო. უწოდოს იმან მეფე თავისთვის. მეფე იმაში ჭადრაკშიც არსებობს. იქნებ იმ მეფეს უწოდებს. შენი რა საქმეა ის მეფეს უწოდებს, თავის თავს რას უწოდებს? შენ რო ქრისტეს სახელზე ააწერებ ვიღაცა დამახინჯებულ კაცს, რატო აწერ? რა გააკეთა ქრისტიანული მაგაცმა? ერთი თქვენი დედაც რა მართლა რათა ხედები არიან აზე ხარ და იქ დგას ხალხი და ხმას კი არ იღებს ხალხო. ხმას არ იღებს, აქ ხალხი დგას და უსმენს. ეხლა აი ამ ჯოჯოს. აი ნახეთ, ჯერა ჯოჯო ხეთია, ეხლა ამას რასაც უყურებ რა. აი ნახეთ, ჯოჯო ხეთური ჩაცმულობა აქვს. აი ჯოჯო არ არის ეხლა ის რა არის? აბა ჯოჯოებს ახურავთ ეს თავზე, მეტი კი არ არის. ქრისტემ რა დაიხურა? ეკლიანი გვირგვინი დაიხურა, ბიჭო, ეკლიანი გვირგვინი მაინც დაიხურე თავზე. ეს რა არის ეს? აქ რა უნდა ამ შენ თავზე ამას? ან აქ რა უნდა ამ ჯვარს შენს გულზე? და ამ ხელში კიდე შენ ამ ჯვარს რა უნდა? და აქ რო დააყენა იქ ღვთისმშობლის ხატი რომ ძირს დააყენეს და თვითონ მაღლად განან უფრო ღვთისმშობელზე. ასიეთ ღვთისმშობლის ხატი აქ ჩამოკიდეთ. თქვენ დებილებო თქვენ. უზრდებო და გაუზრდებო. გადაეცით ყველას, აი ეს ჩემი საუბარი რა.